ყველა ხვდება რომ სინამდვილეში კორუფცია აღმოაჩენს უცებ და ამის გამო დავიჭიროთ ეს არ არის მოტივი, მაგრამ ასევე ჩდება კითხვა რა იყო ისეთი მოტივი რომ ასეთ სერიოზული დარტყმა მიიღეს საკუთარ თავზე, რომ წავიდნენ ასეთ სერიოზულ დარტყმაზე და მან ყველაზე დამაჯერებელი ჩანს ან ვერსია რომ რაღაც ამბოხის მსგავსი გეგმა შეიძლება არსებობდა და ეს შეიძლება იყოს საკმარისად საფუძვლიანი მოტივი იმისა, რომ ასეთ ნაბიჯზე წავიდნენ და ან ვერსია, რომ კორუფციის ან მოპარვის ისეთ მასშტაბებზე იყო გასული პროცესები, რომ თვითონ ეს მასშტაბები გულისხმობს რაღაც ამბოხის შეიძლება არა უკვე რაღაც ცხელ ფაზაში გადასულ ფორმას, არამედ ამბოხის ისეთ მასშტაბი გულისხმობს იმას, რომ მორჩილებიდან გავიდა რაღაც ეს რგოლი და შეიძლება საფრთხეს გულისხმობდეს მომავალში და მათ შორის შეიძლება ეს ვერსია, რომ ძალიან დიდ ფულზეა საუბარი, რომლის დაბრუნების მცდელობაც, დაბრუნების არა ბიუჯეტში, არამედ რაღაც შავ სალაროში დაბრუნების მცდელობას და ამაზე ზეწოლას ქონდეს ადგილი და ამაზე იძულებას, ამის იძულებას ქონდეს ადგილი, ამ ვერსიას ამყარებს ზუსტად ის პროცესები, რომ აი ვხედავთ ახლა ამათ აკავებენ, ანუ რაღაცა მიდიან ისეთ თვით დაზიანებაზე, რომელიც უბრალოდ თქვათ ამბოხის მხოლოდ ცალკე აღებული ამბოხის შემთხვევაში გაანეიტრალებდნენ მათ შესაძლებლობებს, გაწევდნენ ყველაფრიდან, რაღაცა დატოვებდნენ ძალიან მოწყვლად მდგომარეობაში და დარტყმებსაც საკუთარ თავზე აღარ მიიღებდნენ, მაგრამ აი მაგალითად ეს პროცესი, როცა ვხედავთ, რომ ღარიბაშვილზე ჯერ რაღაც გირაოთი გამოუშვეს, მე რაღაც თითქოს ისეთი ფორმულირებები თვენახევრის წინ მიუსადაგეს, რომ ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო და მე თვენახევრის თავზე 5 წლით გაუშვეს ციხეში, ოღონდ ამ 5 წლით ციხეში გაშვება შეამცირეს ვადები იმასთან შედარებით, რაც შეიძლება იგულისხმობოდეს ასე დანაშაულზე სასჯელად, ოღონდ მაინც სასჯელი მიუსადაგეს, ანუ მაინც რაღაცა სადამსჯელო ზომები გადაიდგა, რომელიც შეიძლება სავაჭროდაც გამოიყენებოდეს, რომ თქვა დროზე ადრე მომავალში გამოუშვან. აი ეს პროცესების ასე განვითარება მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა იმ ფლანგმა რაღაც ზომაზე მეტი იპარა, ზომაზე მეტი იმ გაგებით, რაც შიგნით დაშვებული იყო და ამ ზომაზე მეტი მოპარულის მათ შორის პროცესი მიდის უკან დაბრუნების, ამათ რაღაც საერთო შავ სალაროში, არა ბიუჯეტში, იმიტომ რომ ბიუჯეტზე რომ მიდიოდეს საუბარი, იქ საქმის მასალები და საქმის ფორმულირებით გარკვეული იქნებოდა, რომ ყველას ესმის, რომ 1, 2 ან 5 მილიონის მოპარვაზე აქ არ არის საუბარი, როცა რაღაც ათეთრებდნენ $600 მილიონ თუ $700 მილიონ ერთ ჯიხურში ვალუტის გადაცვლის, იქ სხვა თანხებზეა საუბარი. ამიტომ ყველაზე ლოგიკურს გავს ვერსია, სადაც ივანიშვილი შედარებით მართლა დისტანცირებული იყო მართველობიდან, აი დაახლოებით 2021-2023 წლების პერიოდში, დაახლოებით როცა გადააბარა ღარიბაშვილის და ლილუაშვილის ფლანგს ძალაუფლება და თითქოს იმ ტაქტიკის გამოყენებას ცდილობდა, რომ აი მე რაღაც გავიწიე, აღარ ვერევი პოლიტიკაში და თუ აი დაპირისპირების გამწვავება მოხდა დასავლეთთან, მე არაფერ შუაში არა ვარ. აი ამ ტაქტიკის გამოყენება სცადა, ამ ტაქტიკამ არ გაამართლა. დასავლეთის რეაქცია ისეთი იყო, რომ ივანიშვილის გაწევა არ დაიჯერეს და მაინც ივანიშვილს უტევდნენ და ოღონდ ამ პერიოდში მართლა ჩანდა, რომ ნაკლებად ერეოდა პოლიტიკაში. და მართლა იგივე ღარიბაშვილის მიზან მიმართულად იმუშავა ოცნება, რომ მის რეიტინგიც გაზრდილი იყო, ღარიბაშვილის რეპუტაცია, რეიტინგი, გავლენები, ლილუაშვილის ძალიან დიდი გავლენები და ეს გავლენები არ არის უბრალოდ რაღაც ვიღაცა იძახის და სასწაულებრივად სრულდება. გავლენები იქმნება, ანუ საკუთარი კადრებით მთელი მართველი ვერტიკალის დაკომპლექტებით. ხო და ფაქტიურად იყო ეს პროპაგანდის ნაწილი თუ იყო ეს სახელისუფლებო სტრუქტურების ნაწილი, დაკომპლექტებული იყო მთელი შემადგენლობა ამათი ლოიალური კადრებით, ორივე ჯგუფის, რომლებიც მოკავშირეები იყვნენ და როგორც ჩანს მაგ მომენტში ჩათვალეს, რომ
ქონდათ ფუფუნება იმ ხარისხის თავისუფლების, რომ შეეძლოთ რაღაცა ივანიშვილის მიერ დადგენილი ფარგლების მიღმაც ემოქმედათ და იქ ხო ძნელია მეაზე მსჯელობა რამდენად პირდაპირ ღია გეგმები ქონდათ ძალაუფლების საკუთარ ხელში აღების თუ ამ ეს გეგმები ჯერ არ ქონდათ, მაგრამ ფულს იხვეჭდნენ ისე რომ ეს გულისხმობდა რომ ადრე თუ გვიან გაუჩნდებოდათ, მაგრამ მათ შორის რაღაც თვალსაზრით იგრძნობა რომ სავარაუდოდ სერიოზული გაბრაზებაც არის ივანიშვილის მხრიდან. იქ ალბათ რაღაც საუბრებიც მიდიოდა ამაზე, მე ესენი ხო რაღაცა იწერს ეს სპეცსამსახურების ნაწილი ვიღაცასთან არის ლოიალური, ნაწილი ვიღაცასთან. სავარაუდოდ მათ შორის ემოციურ გაბრაზებასაც აქვს ადგილი და რეალურად იმდენად კაფიო мотиваცია არსებობს ამ ჯგუფის დასჯის და არა მხოლოდ განეიტრალების მათი შესაძლებლობების და გაწევის და მოდი ახლა გავანეიტრალოთ, გავწიოთ, ოღონდ ისე გავანეიტრალოთ და გავწიოთ, რომ გუნდი არ დაზიანდეს, ასე კი არა, არამედ გავანეიტრალოთ, გავწიოთ და რაღაც სადამსჯელო ზომები მივიღოთ იმისთვის, რომ რაღაცა გავაკეთებინოთ. როგორც ჩანს, იმდენად მძიმე мотиваცია არსებობს ამისი, რომ იმდენი არ ვიცი, იპარეს ამათმა, რომ უკან მოატანინონ რაღაცა მნიშვნელოვანი ნაწილი აქედან. ამასთან გვაქვს სავარაუდოდ საქმე, რა თქმა უნდა, ეხლა ეს არის მძიმე რეპუტაციული დარტყმა ოცნების ხელისუფლებისთვის. ეს არ არის მოცემულობა, სადაც ვინმე შეიძლება თქვას, რომ იცი რა, აი ხო გაასამართლეს და რაღა გინდათ. ეგრე არ მუშაობს. ეგ 13 წელი ეს შემადგენლობა სხვადასხვა კონფიგურაციით, ხან ერთი სხვა თანამდებობაზე იყო, ზოგი რომელ თანამდებობაზე, გადასვლა თანამდებობიდან სხვაგან, მერე ასვლა, პრემიერად ორჯერ ყოფნა. ეს იყო გუნდი, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას, ხო? და ჩვენ გამოვცადეთ ფაქტების დონეზე 13 წლის განმავლობაში მმართველობა, სადაც ფაქტიურად როგორც მინიმუმ ყველა შემადგენლობასთან მიმართებაში მოხდა მძიმე შეცდომების დაშვება. ყველა საკადრო გადაწყვეტილებაზე მოხდა მძიმე შეცდომების დაშვება, იქ რა ვიცი, თავისივე ფორმულირებები დაწყებული მოღალატეობის ბრალდებებით, მარგველაშვილი იყო, ზურაბიშვილი იყო, გახარია იყო, სხვა ნაკლებ მძიმე ფორმულირებებით, ვთქვათ, ნეგატიური შეფასებები, სხვა უმაღლეს თანამდებობის პირების, რომლების შემთხვევაშიც იქნებ როგორც ჩანს, უბრალოდ ფართო საზოგადოებამდე არ მოხდა ინფორმაციის გამოტანა, მაგრამ იქაც მათი მხრიდანვე მძიმე შეფასებები კეთდებოდა იქ, რა ვიცი, იქნებოდ კვირიკაშვილზე, იქნებოდ ბახტაძის რაღაცა უცებ გაშვება და გაქრობა და აგერ მძიმე კორუფციული ბრალდებები თურმე რა ქვეყანას ძარცვავდნენ ამათი შემადგენლობა 13 წელი, ოღონდ როცა ამაზე კრიტიკა მიმდინარეობდა საზოგადოების მხრიდან, საზოგადოების ყველა ფლანგის მხრიდან, მათ შორის ჩვენი მხრიდან, როცა ამაზე კრიტიკა მიმდინარეობდა, ჩვენ გვესმოდა რეაქციები, რომ დაწყებული იქიდან, რომ ამ ადამიანებს წინ ფული რო დაუდოთ, ერთ ლარს არ აიღებენ და ხელი არ წაუწდებათ, ამას ხო გვეუბნებოდნენ რა, რაღაცა დაჟინებული, აგრესიული თავდაჯერებით. უბრალოდ კი გვარწმუნებდნენ, რომ ამათ ხელი არ წაუწდებათ. ვინც ამ როგორც ესენი ფორმულირებებს უკეთებდნენ, ამ საერო უსაფრთხოებაზე მზრუნველი ქვეყნის ხერხემალი მართველი რგოლის კრიტიკა, რამის ღალატად ცხადდებოდა და deep state-ის ინტერესებზე წყლის დასხმოთ ცხადდებოდა კორუფციაში ჩაფულობაზე, როცა მიუთითებდით ამ ადამიანების მიერ და გაირკვა, რომ ხელისუფლება, მათი გამправებელი რგოლი, უმაღლესი შემადგენლობიდან დაწყებული ჩვეულებრივი პროპაგანდისტებით დამთავრებული, რაღაც აქტივისტებით დამთავრებული, უტევდა ხალხს ისეთი ადამიანების კრიტიკის გამო, რომელთა კრიტიკა უბრალოდ აუცილებელი კი არ ყოფილა, დასაჭერები ყოფილა ადამიანები, დაიჭირეს თვითონ და დასაჭერ ადამიანებზე რომ მიუთითებდით, რომ ეს ხალხი დასაჭერია, ქვეყანას ძარცვავენ, ამაზე მიდიოდა შემოტევა ეხლანდელი შემადგენლობის შესრულებითაც, ამიტომ მანდ პასუხისმგებლობის კომპეტენციის საკითხი დგება, პასუხისმგებლობის საკითხი დგება, რა თქმა უნდა საკითხი დგება ვიჯერა ეხლა რომ ამათმა არ იცოდნენ ეს ყველაფერი, ხო ვიჯერა ეხლა რომ ლილუაშვილს კოლ-ცენტრები ქონა.
საქართველოში ისე რომ ამათმა არ იცოდნენ. კოლ-ცენტრი არის რაღაცა ის რა ქვია სამუშაო ჯგუფი ზის შენობა ქაღებული და მეებზე რეკავს ტელეფონზე უცხოეთში რომ თაღლით უძი და ყველა მიცი მისამართები იცოდნენ ხო აი ადამიანი მისამართები ქვეყნდებოდა სხვა მედია საშუალებების მხრივ რომ აი ამ შენობაში განლაგებულია კოლ-ცენტრი და ეხლა ეგეთი უტვინო ხო არავინ არ არის დაიჯეროს რომ აი იცით რა აი ყველა მიცოდა საქართველოში ტელევიზორში აჩვენებდნენ სად იყო კოლ-ცენტრები ყველა მიცოდა საქართველოში უცხოური მედიიდან დაწყებული ქართული მედიების შესრულებით ინფორმაციები ვრცელდებოდა რომ კეზერაშვილს ქონა კოლ-ცენტრები როგორ შეიძლება კეზერაშვილს თუ სისტემა არ აძლევს მწვანე შუქს კი არა სისტემასთან კოოპერაციით არ მუშაობს ყველაფერი რანაირად არის შესაძლებელი რომ ჯერ საერთოდ აი ლეგალური ბიზნესიც რანაირად არის შესაძლებელი რომ კეზერაშვილს საქართველოში კონდეს როცა რა ვიცი აი სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს კეზერაშვილზე რანაირად შეიძლება ლეგალური ბიზნესი კონდეს და მით უმეტეს არალეგალური ბიზნესი რო ქონდა და ყველა მიცოდა და ლელუაშვილსაც რო ქონა კოლ-ცენტრები ხო ეგეთი უტვინო ხო არავინ არ არის რომ ახლა სერიოზულად ჯეროდეს რომ ეგ არიცოდა ეხლანდელმა შემადგენლობამ უმაღლესმა რგოლმა ბიძინათი დაწყება ხო ამიტომ როცა ამაზე შავზე თეთრს გველაპარაკება ოცნების პროპაგანდა რომ აი თითქოს იცით რა ეხლა უცებ აღმოაჩინეს და ეხლა კორუფციას ებრძვიან და ამათ არაფერი ხელი არ მიუძღოდათ იმ ყველაფერთან ნუ მასეთი შეურაცხყოფელი დამოკიდებულება საკუთარ ამორჩეველთან მიმართებაში ერთი რომ რეპუტაციული პასუხისმგებლობა დგება რეპუტაციული დანაკარგი უნდა მიიღონ ამაზე და მეორე რაც ახლა ჩვენ გავარკვიეთ რა ინფორმაციას მივიღეთ მან იგულისხმება რომ ესენიც თანამონაწილეები იყვნენ იმაზე განუზომლად მეტი იცოდნენ ამათმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებმა იცოდნენ რა ჩვეულებრივ ადამიანებმა ამ ფაქტების შესახებ რა საყოველთაოდ ყველა ლაპარაკობდა ამაზე აქედან გამომდინარე ძიმე რეპუტაციული დარტყმა უნდა მიიღოს და მიიღეს და იღებენ ახლა ოცნების შემადგენლობა მოქმედი შემადგენლობაც კითხვა უნდა დაისვას რომ თუ წინა შემადგენლობის კრიტიკაში მართლები აღმოჩნდით ვინც კრიტიკულად ვიყავით განწყობილები და გაირკვა რომ ჩვენ რო გვიტევდნენ და რაღაცა ჩვენ მოღალატეობას გვაბრალებდნენ მათი კრიტიკის გამო ბინძური უპრინციპო გამპრავლებლები აღმოჩნდა ის ხალხი ვინც ამას გვაბრალებდა ამ შემადგენლობაზე ჩვენი კრიტიკაც ისეთივე ადეკვატური ხო არის და ამ შემადგენლობის დაცვა ოცნების გამპრავლებლების არმიის მიერ რა ვიცი ყოველგვარი მორალური საფუძველს არის მოკლებული ეს დასკვნა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში